აი, წარმოიდგინე ასეთი სცენარი. ჩვეულებრივი სამუშაო დღეა, შუა დღე, ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკის სათაო ოფისში. ყველაზე დატვირთული პერიოდიანო. კი, ზუსტად. და ერთ-ერთი ინჟინერი შედის სერვერულ ოთახში და სვიჩზე კაბელს უბრალოდ ერთი პორტიდან იღებს და მეორეში რთავს, აი სულ ეს არის. და ეგრევე იწყება კატასტროფა, ხო? ნამდვილად. წამებში ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე მთელი კორპორატიული ქსელი ითიშება. ბანკი მილიონებს კარგავს ტრანზაქციები ჩერდება. და იცი რა არის ყველაზე საინტერესო? აბა? ეს არ ყოფილა რაღაც ჰაკერული შეტევა. ეს იყო უბრალოდ ფიზიკური დონის ერთი პატარა შეცდომა. დღეს ჩვენი მიზანია ამ სიღრმისეულ გარჩევაში ზუსტად ეგ განვიხილოთ. კი ბატონო. გვინდა დავინახოთ თუ როგორ ყალიბდებიან ადამიანები, რომლებიც მსგავს ციფრულ კატასტროფებს ან აჩერებენ, ან სამწუხაროდ ზოგჯერ თავადვე იწვევენ ხოლმე. ხო, ეგეთი მაგალითები რეალურ სამყაროში ბევრად უფრო ხშირია, ვიდრე შენ ან ნებისმიერ მსმენელს შეიძლება წარმოედგინოს. ნამდვილად ეგრეა. ჩვენ დღეს წინ გვაქვს ძალიან საინტერესო წყარო. ეს არის, ასე ვთქვათ, 19 თვიანი სრულად ლოგიკური, პროფესიონალური განვითარების გზა. აი ეგ 19 თვე არის ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი. კი, იმიტომ რომ ეს იდეალურად არის აწყობილი 18 წლის და უფროსი ასაკის ადამიანებისთვის, მათთვის, ვისაც სულს რომ IT სფეროში ფუნდამენტური ცოდნა მიიღოს. ანუ ეს არ არის უბრალოდ ერთი მოკლე კურსი? არა, რა თქმა უნდა, ეს არის მთლიანი ეკოსისტემა, მოდელი, რომელიც გვაჩვენებს, როგორ შენდება ეს ჰიბრიდული სპეციალისტი სრულიად ნულიდან, დაწყებული მყარი დისკებიდან, დამთავრებული კიბერუსაფრთხოების რთული ინციდენტების გამოძიებით. მოდი მაშინ პირდაპირ ფუნდამენტზე გადავიდეთ. ჩვენი მისია დღეს ის არის, რომ დავინახოთ ეს ევოლუცია ეტაპობრივად. კი, დავიწყოთ. დღეს ხომ ტექნოლოგიური სტეკი ისეთი კომპლექსურია, რომ უბრალოდ შეუძლებელია მხოლოდ ერთი კონკრეტული მიმართულების ცოდნით იყოს სრულფასოვანი პროფესიონალი. აბსოლუტურად გეთანხმები. ხო და, ყველაფერი იწყება CompTIA Plus მოდულით, რაც არის, ასე ვთქვათ, IT-ს აბსოლუტური ფუნდამენტი. ამას ეთმობა საწყისი 3 თვე. მაგრამ აქვე მაქვს ერთი პროვოკაციული კითხვა შენთან. მიდი, აბა ვნახოთ. 2026 წელია, ხო? კომპანიების უმეტესობა გადასულია cloud ინფრასტრუქტურაზე, ყველაფერი ვირტუალიზებულია. და ამ დროს ჩვენ ვამბობთ, რომ თვეები უნდა დავხარჯოთ ისეთი ფიზიკური აპარატურის შესწავლაზე, როგორიცაა პროცესორები, ოპერატიული მეხსიერება ან ეს RAID მასივები. რატომ? აი, ეგ ძალიან გავრცელებული არგუმენტია დღეს. მაგრამ რეალობას არის მოკლებული. რატომ ფიქრობ მასე? იმიტომ რომ ტერმინი cloud ბევრს რაღაცნაირად შეცდომაში შეეყავს. ღრუბელში რეალურად არაფერი არ დაფრინავს, ხო იცი? ხო, ეგ გასაგებია ფიზიკური სერვერებია. ზუსტად, cloud უბრალოდ სულიცი კომპიუტერია სადღაც სხვა შენობაში. როდესაც შენს AWS-ის ან Azure-ის სერვერზე მონაცემთა ბაზა ნელა მუშაობს, შენ უნდა გესმოდეს ეგ რისი ბრალია. პროცესორის ბოტლნეკია, ოპერატიულის ნაკლებობა, თუ აი დისკის ეგრეთ წოდებული I/O ლიმიტი. ანუ ფიზიკური ლიმიტები ვირტუალურ გარემოშიც მუშაობს. რა თქმა უნდა, და CompTIA A+ ზუსტად მაგ ფიზიკურ რეალობას გასწავლის შენ. და რაც ახსენე RAID კონფიგურაციები, ეგ საერთოდ ცალკე თემაა. ეგ არ არის მხოლოდ მონაცემების სადღაც შენახვა. აბა რა არის? ეგ არის უწყვეტობის, ანუ uptime-ის უზრუნველყოფა. თუ ერთი ფიზიკური დისკი მწყობრიდან გამოვიდა, სერვერმა ხო არ უნდა შეწყვიტოს მუშაობა, არა? ლოგიკურია. ანუ ფიზიკური ლოგიკის გაგება აუცილებელია, რომ მერე ვირტუალური პრობლემები გადაჭრა. აუცილებლად. მაგრამ იცი რა მომხვდა კიდევ თვალში ამ საწყის ეტაპზე? წყაროში საუბარია პრობლემების აღმოფხრის 7 საფეხურიე მეთოდოლოგიაზე. კი, უმნიშვნელოვანესი ნაწილია ეგ. ხო და აი მანდ ვფიქრობ, რადგან ბევრი IT ტექნიკოსი, ვისაც მე ვიცნობ, ხშირად ინტუიციაზე დაყრდნობით მუშაობს ხოლმე. ხო, ეგრეა ხშირად. ლოგიკა აქვთ მარტივი, რაღაც გაფუჭდა, მოდი დავარესტართოთ. ან თუ არ უშველა, წავშალოთ და თავიდან დავაყენოთ. რასაჭირო ამხელა ბიუროკრატია და 7 საფეხური. იცი რა, ინტუიცია კარგია, როცა შენს პერსონალურ ლეპტოპს აკეთებს სახლში. კი, სახში პრობლემა არ არის. მაგრამ კორპორატიულ ქსელში, სადაც ათასობით მომხმარებელია, ეგეთი ინტუიცია არის პირდაპირ კატასტროფის რეცეპტი. აი რატომ შეგიძლია მაგალითი რომ გითხრა? მოდი განვიხილოთ ეს მეთოდოლოგია პრაქტიკაში. შენ არ იწყებ პირდაპირ სისტემის გამორთვით და დარესტარტებით. ჯერ უნდა ჩამოაყალიბო თეორია, ანუ ჰიპოთეზა, თუ რა ხდება. ანუ ვარაუდობთ რა შეიძლება იყოს მიზეზი. ზუსტად.
მერე ტესტავ ამ თეორიას, მაგრამ ისე რომ სისტემას დამატებითი ზიანი არ მიაყენო. თუ თეორია გამართლდა, უკვე ქმნის სამოქმედო გეგმას. და აი ყველაზე მთავარი რაც არის და რასაც ხშირად გამოცდილი პროფესიონალების კი ივიწყებენ ხოლმე. დოკუმენტირება, ხო? კი ბატონო. აუცილებლად აკეთებ ცვლილების დოკუმენტირებას. ეგ ფაქტობრივად იგივე change management-ია, ხო, კომპანიებში? აბსოლუტურად. ეგ არის. იმიტომ რომ წარმოიდგინე მეორე დღეს სხვა ინჟინერი მოვიდა ცვლაში, ხო? შეხედა რომ რაღაც შეიცვალა სისტემაში და არ იცის რატომ. და ადგა და უკან დააბრუნა ძველი კონფიგურაცია. ხო, და ეგლევე ყველაფერი ისევ გაფუჭდება. ზუსტად. ამიტომ დოკუმენტირების გარშე გუნდური მუშაობა უბრალოდ შეუძლებელია. ეს 7 საფეხურიანი მეთოდოლოგია არ არის რაღაც უბრალოდ მოსაწყენი წესების კრებული. აბა როგორ შევხედოთ მაგას? ეგ არის ინჟინერული აზროვნების სტილი. ამიტომაც არის საწყისავე ეტაპზე ინტეგრირებული კურსი. გასაგებია. ანუ, როდესაც ამ ლოგიკას დაეუფლები, მე რკონ მზად ხარ გადახვიდე შემდეგ ეტაპზე, ხო? კი, მერე უკვე შეგიძლია ეს მიდგომა გამოიყენო ჰიბრიდულ ინფრასტრუქტურასთან. ანუ, მაგალითად, Windows, Linux და macOS სისტემებთან მუშაობისას. ოკეი. ტექნიკა და ფიზიკური ნაწილი უკვე გასაგებია. ფუნდამენტი გვაქვს. მაგრამ მოდი ასე ვთქვათ, კომპიუტერები, რომლებიც ერთმანეთთან არ არიან დაკავშირებულნი. უბრალოდ ძვირადღირებული კალკულატორებია და მეტი არაფერი. კი, ეგრეა. თავისთავად არაფერს აკეთებენ. აი აქ უკვე ლოგიკურად შემოდის Cisco-s როლი. ანუ ქსელური არქიტექტურა. და ამას ეთმობა სრული 7 თვე ამ 19-დან. ეს არის CCNA მოდული. უმნიშვნელოვანესი ნაწილი. კი, და აქ ვსაუბრობთ ისეთ რაღაცეებზე, როგორიცაა OSI და TCP/IP მოდელები, IPv4 და აი ახალი IPv6-იც. ასევე მარშრუტიზაციის ძალიან კომპლექსურ პროტოკოლებზე, როგორიცაა OSPF-V2 და ვირტუალურ ლოკალურ ქსელებზე, აი VLAN-ებს რო ვეძახით. ნამდვილად ეგ არის ქსელის გული. მოდით იცი რა მინდა. მინდა დავბრუნდეთ ჩემს პირველ მაგალითზე, გადაც იმის დასაწყისში, რომ ვახსენე ბანკის სვიჩზე კაბელის გადართვა. ეს ხომ კლასიკური ქსელური მარყუჟის, ანუ ინგლისურად ლუპის სცენარია. დიახ. ეგ არის ზუსტად ეგრეთ წოდებული broadcast storm, ანუ სამაუწყებლო შტორმი. ეგ სახელიც კი საშიშად ჟღერს. არის კიდეც. ეგ არის მეორე ფენის, ანუ layer 2 ქსელების ალბათ ყველაზე დიდი კოშმარი. მოდი შენთვის, როგორც მსმენელისთვის, გავშიფროთ ეს მექანიზმი ცოტა მარტივად. ეს ხომ ზუსტად იმას ხგავს, აი, წარმოიდგინე ცოცხალი კონცერტის დროს მომღერალმა მიკროფონი დინამიკთან ახლოს რომ მიიტანოს. კი, ძალიან მაგარი ანალოგია. ხო, ხმა შედის მიკროფონში, მერე გამოდის დინამიკიდან, მერე ისევ შედის მიკროფონში და ასე წრეზე მიდის. ძლიერდება და წამებში იქმნება ისეთი აუტანელი ხმაური, რომელიც საბოლოოდ ან შუშებს ამსხრევს, ან საერთოდ აპარატურას წვავს. იდეალური შედარებაა ნამდვილად. ქსელში პაკეტები, რასაც ჩვენ frames ვეძახით, ზუსტად ეგრე იქცევიან. თუ ორი სვიჩი ერთმანეთთან წრიულად არის დაკავშირებული და არ არსებობს რაიმე მაკონტროლებელი მექანიზმი, მონაცემები უსასრულოდ იწყებენ ტრიალს. და მერე მრავლდებიან, ხო? კი, მრავლდებიან ექსპონენციალურად და ქსელის გამტარუნარიანობას, ანუ bandwidth-ს ავსებენ წამებში. სისტემა უბრალოდ პარალიზდება. აი მანდ შემოდის, ხო, ის კონკრეტული პროტოკოლი. დიახ, ზუსტად მაგის პრევენციისთვის შეიქმნა Spanning Tree Protocol, ანუ შემოკლებით STP. და რას აკეთებს ეგ STP კონკრეტულად? ეგ პროტოკოლი ავტომატურად პოულობს ამ წრეებს ქსელში და ერთ-ერთ სარეზერვო პორტს ლოგიკურად ბლოკავს, თიშავს. ანუ ფიზიკურად შეერთებულია, მაგრამ პროგრამულად გათიშულია, რომ ეგ მარკუჟი არ შეიკრას. ზუსტად. რომ აი ეს ხმის, ანუ მონაცემების უკავშირი აღარ მოხდეს და ქსელმა ჩვეულებრივად გააგრძელოს მუშაობა. ეს არის წარმოუდგენლად მნიშვნელოვანი რაღაც. მაგრამ ამავდროულად აი ცოტა მოძველებულად ხო არ ჟღერს. რას გულისხმობ? დღეს ხომ ინდუსტრია ფიზიკური კონფიგურაციებიდან მასიურად გადადის SDN-ზე, ანუ Software Defined Networking-ზე. როცა ყველაფრის ავტომატიზაცია შემიძლია API-ების გამოყენებით, რატო უნდა ვიჯდე და ვწერო ბრძანებები შავ ეკრანზე CLI-ში თითოეულ switch-ზე სათითაოდ? აი, ერგეც ძალიან პოპულარული კითხვაა დღეს. არცდები, SDN ნამდვილად მომავალია და კურსის ეს 7 თვიანი ნაწილი სერიოზულ აქცენტს აკეთებს პროგრამირებადობაზე და API საფუძვლებზე. ხო და თუ აკეთებს, მაშინ რა საჭიროა ხელით კონფიგურაციის სწავლა? აქ ერთი ძალიან კრიტიკული ნიუანსია.
SDN არის კონტროლის მექანიზმი და არა ფიზიკის კანონების შემცველი. ანუ ფიზიკა მაინც ფიზიკად რჩება. რა თქმა უნდა, პროგრამული უზრუნველყოფა მართავს ქსელს, მაგრამ ფიზიკურ დონეზე მონაცემები მაინც სპილენძის ან ოპტიკურ კაბელებში გადის. კი ბატონო. დაუშვათ ქუჩაში ტრაქტორმა გაწყვიტა ოპტიკური კაბელი, ხო? თუ შენ არ გესმის, როგორ მუშაობს OSPF V2, ანუ როგორ პოულობს სისტემა ალტერნატიულ გზას, ფიზიკურ დონეზე შენი დაწერილი API სკრიპტი უმრავლოდ უსარგებლო იქნება. მიხვდი. ანუ ავტომატიზაციას სჭირდება ინჟინერი, რომელსაც ესმის რეალურად რას ავტომატიზებს. ზუსტად. თუ არ იცი რა ხდება კულისებში, იმის ავტომატიზაციას უმრავლოდ ვერ შეძლებ. ძალიან ლოგიკურია კი. ესე იგი, ჯერ ვსწავლობთ ფიზიკას, მერე ამ ფიზიკის ავტომატიზაციას. მოდი მივყვეთ ჩვენს ჯაჭვს. ფუნდამენტი მზად არის, ხომ? მოწყობილობები გვაქვს, კი. ქსელებიც დავაკავშირეთ და გავმართეთ, მონაცემებიც უსაფრთხოდ მოძრაობს ამ მარკუჟების გარეშე, ახლა უკვე ოპერაციული სისტემების დონეზე, ანუ სერვერების მართვაზე გადავდივართ. დიახ, ეს არის შემდეგი ლოგიკური ნაბიჯი. ეს არის Microsoft და Linux გარემო, რომელსაც ჯამში კიდევ 7 თვე ეთმობა სილაბუსში. მოდი ჯერ Linux-ით დავიწყოთ. კი ბატონო. ძლიერი თემაა. სალ თვე ეთმობა bash shells, ფაილურ ნებართვებს, systemed processებს და shell scriptings. მე კი მესმის Linux-ის მნიშვნელობა, მაგრამ მოდი გულწრფელები ვიყოთ. მომხმარებლების უმეტესობა გრაფიკულ ინტერფეისს არის მიჩვეული, ხომ? მაუსით klikwას. კი, ადამიანებისთვის ეგ უფრო მარტივია. ხო და რატომ ვართ ასე დამოკიდებულნი ამ ეგრეთ წოდებულ შავ ეკრანზე და ტერმინალზე სისტემების მართვისას? მაგის მთავარი მიზეზი არის მასშტაბირებადობა, ანუ scalability. რას ნიშნავს ეგ პრაქტიკაში? წარმოიდგინე, რომ ხარ სისტემური ადმინისტრატორი და გევალება 1000 სერვერზე ახალი უსაფრთხოების პაჩის დაყენება. 1000 სერვერი? ეგ ბევრია. კი. ახლა გრაფიკულ ინტერფეისით რომ შეხვიდე თითოეულში, სათითაოდ მაუსით დააკლიკო და დაინსტალირო, რა მოხდება. ნუ, მაგას ალბათ კვირები დასჭირდება და პლუს სადღაც აუცილებლად შემეშლება რამე. ზუსტად, ადამიანური შეცდომის რისკი უზარმაზარია. აი მანდ გჭირდება shell scripting. შენ წერ ერთ ლოგიკურ კოდს, უშვებ მას ბაშში და 1000-ვე სერვერი ავტომატურად ერთდროულად რამდენიმე წუთში ახლდება. ანუ ეს შავი ეკრანი არის ისტრაფე და მასშტაბი. კი. ტერმინალი ესთეტიკისთვის კი არ არსებობს. ის რეალურად არის ინტერნეტის უხილავი ძრავა. მსოფლიოს ვებ-სერვერების და cloud ინფრასტრუქტურის ლომის წილი ხომ სწორედ Linux-ზე მუშაობს. სკრიფტინგის ძალა ნამდვილად შთამბაჯდავია. კი ბატონო. თუმცა სისტემების მართვაში ალბათ მარტო ავტომატიზაცია ხო არ კმარა? არა. რა თქმა უნდა, უსაფრთხოებაც უმნიშვნელოვანესია. აი ზუსტად მანდ მინდოდა მისვლა. უსაფრთხოების პერსპექტივიდან მაგალითად, აი ფაილური ნებართვების permissions-ის ზუსტი კონფიგურაცია ხომ აუცილებელია. წყაროში საუბარია SUID, ანუ set owner user ID და SGID ნებართვებზე. კი, ეგ ძალიან სპეციფიკური და მნიშვნელოვანი თემაა. ხო, აი ერთი შეხედვით ეს რაღაც ძალიან სპეციფიკური ტექნიკური დეტალი ჩანს, მაგრამ რეალურად რა მექანიზმი დგას ამის უკან? რატომ არის ეს ასეთი მნიშვნელოვანი? ეს ნამდვილად არ არის უბრალო დეტალი. აი წარმოიდგინე ნორმალურ პირობებში, როცა პროგრამას უშვებ Linux-ში, ის მუშაობს შენი კონკრეტული მომხმარებლის უფლებებით, ხო? კი, როგორც ჩვეულებრივი იუზერი. მაგრამ არსებობს სისტემური ბრძანებები. აი მაგალითად პაროლის შეცვლა. ბრძანობა password-დი, ხო? ამ ბრძანებას დროებით სჭირდება ადმინისტრატორის, ანუ რუტის უფლებები, რომ სისტემურ ფაილში ის ახალი პაროლი ჩაწეროს და შეინახოს. ანუ მე როგორც უბრალო მომხმარებელს არ მაქვს მაგ ფაილზე წვდომა და მაგიტან. ზუსტად შენ არ გაგწვდომა. ხო და ეს UID ზუსტად მაგას აკეთებს. ის გაძლევს უფლებას, რომ შეასრულო ფაილი მისი მფლობელის, ამ შემთხვევაში რუტის პრივილეგიებით, მაგრამ მხოლოდ მაგ კონკრეტული მოქმედებისთვის. რა საინტერესოა, მაგრამ მანდ რისკი არ არის. ეგ არის მთავარი. თუ ეს მექანიზმი არასწორად არის კონფიგურირებული, ჰაკერმა შეიძლება ეს მცირე ფანჯარა გამოიყენოს და სისტემაზე სრული კონტროლი მოიპოვოს. ანუ პაროლის შეცვლის მაგივრად სხვა რაღაც გააკეთოს რუტ უფლებებით. დიახ, ამიტომ ითხოვს Linux ასეთ დეტალურ ყურადღებას და სიფრხილეს ამ ნებართვებთან. გასაგებია. ეს არის ფაქტობრივად ქირურგიული სიზუსტით სამუშაო გარემო. კი, ნამდვილად.
მაშინ მიჩნდება ერთი კითხვა. თუ ინტერნეტს ძირითადად Linux მართავს, რაში გვჭირდება Windows სერვერი, რომელსაც სილაბუსში 4 თვე ეთმობა? ეგ სულ სხვა საუთაროა კორპორატიულ გარემოში. აი რა არის Windows-ის როლი? ვსაუბრობთ ისეთ ინსტრუმენტებზე, როგორიცაა Active Directory Domain Services, GPO, DNS, DHCP. მოდი ასე ვთქვათ, თუ Linux არის ინტერნეტის ძრავა, Windows-ის Active Directory არის კორპორატიული იდენტობის ცენტრალური ნერვული სისტემა. კარგად ჟღერს, რას ნიშნავს ეგ? აი, წარმოიდგინე გლობალური კორპორაცია, სადაც მუშაობს დაუშვათ 50,000 თანამშრომელი, ხო? კი ბატონო, წარმოვიდგინე. შენ ხორ შეგიძლია რომ თითოეულ კომპიუტერზე მიხვიდე და ცალ-ცალკე მართო მომხმარებლები, მათი პაროლები, ვის რაზე აქვს უდომა და ასე შემდეგ. გამორიცხულია. ხო და აქ შემოდის ADDS. ის მუშაობს როგორც უზარმაზარი ციფრული საპასპორტო კონტროლი. როცა დილით თანამშრომელი ლოგინდება თავის კომპიუტერში, AD ამოწმებს ვინ არის ეს ადამიანი, რა განყოფილებაში მუშაობს და რომელ კონკრეტულ ფაილზე აქვს წვდომა მას. ანუ ყველაფერი ცენტრალიზებულია. და აქვე შემოდის DHCP და DNS-იც, ხო? მე მინდა ამასაც შევეხოთ აუცილებლად, რადგან DHCP-ს ხშირად ისე უყურებენ, თითქოს ეგ უბრალოდ IP მისამართების დამრიგებელი იყოს. კი, ეგ გავრცელებული შეცდომაა. მაგრამ ეს ხომ უფრო დინამიური იჟარის, ანუ ლიზის სისტემაა, ხო? აბსოლუტურად სწორი ხარ. IP მისამართების მარაგი ქსელში ყოველთვის შეზღუდულია. DHCP არ ჩუქნის ამ მისამართებს, ის მათ დროებით აქირავებს. აი სასტუმროს ნომერივით, ხო? ზუსტად. თუ თანამშრომელი ოფისიდან გავიდა, ლეპტოპი წაიღო და მისი მოწყობილობა ქსელს გამოეთიშა, DHCP რაღაც დროის მერე ამ მისამართს იბრუნებს და სხვას აძლევს, ვისაც სჭირდება. ეს ხელს უშლის IP მისამართების ამოწურვას. ძალიან ჭკვიანურია. და DNS-ი. DNS-ი კი, როგორც ალბათ ბევრმა იცის, არის ერთგვარი სატელეფონო ცნობარი. ის ადამიანისთვის გასაგებ სახელებს, მაგალითად Google.com-ს, თარგმნის კომპიუტერისთვის გასაგებ IP მისამართებად. და ის GPO, რაც ახსენე, Group Policy. GPO არის ძალიან მაგარი რამე. ეგ გაძლევს საშუალებას, რომ მაგალითად ერთი კლიკით სერვერიდან აუკრძალო იმ 50,000-ვე თანამშრომელს USB ფლეშკის გამოყენება თავიანთ კომპიუტერებში უსაფრთხოების მიზნით. ეგ მართლა მაგარია. ფანტასტიკური სინერგიაა სისტემების. კი, ერთიანობაში მუშაობენ იდეალურად. და სწორედ აი ეგ უსაფრთხოება, რაზეც GPO-s კონტექსტში ვისაუბრეთ, გვაკავშირებს ჩვენი 19-თვიანი გზის ბოლო კულმინაციურ ეტაპთან. დიახ, ბოლო და ყველაზე ცხელი ეტაპი. ესე იგი, შევაჯამოთ. ფუნდამენტი ჩავყარეთ A+-ით, ხო? ქსელით დავაკავშირეთ ეს ყველაფერი CCNA-ით, მერე ოპერაციული სისტემებით ავტომატიზაცია და წესები დავაწესეთ Linux-ით და Windows-ით. ზუსტად მასეა. ახლა ეს ყველაფერი ხო უნდა დავიცვათ ბოლოს და ბოლოს. გადავდივართ Cisco CBROPS-ზე. ანუ კიბერუსაფრთხოებაზე, რომელსაც ბოლო 2 თვე ეთმობა სილაბუსში. კი. აქ ვსწავლობთ ეგრეთ წოდებულ CI triads, ანუ კონფიდენციალურობა, მთლიანობა, ხელმისაწვდომობა და ვწვალობთ ისეთ შეტევებს, როგორიცაა ransomware, DOS ან DDoS და სოციალური ინჟინერიის პიკი, ალბათ phishing-ი, ხო? კი, phishing-ი დღეს ყველაზე დიდი საფრთხეა. და იცი რა, ეს ნაწილი ყოველთვის ყველაზე მეტად იზიდავს ხალხს, რადგან ძირითადად action-თან და ჰაკერებთან ასოცირდება. კი, ბევრისთვის ეგ არის ყველაზე მიმზიდველი. მაგრამ აი რა არის ჩემთვის ყველაზე საინტერესო ამ ლოგიკაში, იცი? რა? რატომ მოდის ეს ყველაფერი სულ ბოლოს? ბევრი სტუდენტი ალბათ ითხოვს, რომ მოვიდა და პირდაპირ ჰაკერებთან ბრძოლით დაიწყოს სწავლა შეტევითი ოპერაციებით. კი. ძალიან ბევრი მოდის მაგ მოთხოვნით, პირდაპირ. მაგრამ რეალობა ხომ ის არის, რომ შეუძლებელია დაიცვა ის, რისი არქიტექტურაც ფიზიკურად არ გესმის. დაუსვათ ხარ SOC ანალიტიკოსი Security Operations Center-ში და უყურებ CM სისტემას. კი ბატონო, განვიხილოთ ეგ მაგალითი. CM ხომ ის ინსტრუმენტია, რომელიც აგროვებს ლოგებს მთელი კორპორატიული ქსელიდან, ხო? ყველაფერს ერთად. ფიახ. ყველაფერს უყურებს. და წარმოიდგინე, წამში შეიძლება 10,000 მოვლენა ფიქსირდებოდეს. ვიღაცამ პაროლი არასწორად ჩაწერა, სადღაც სერვერმა მონაცემები გაცვალა, მერე როუტერმა ტრაფიკი გადაამისამართა. ქაოსია ფაქტობრივად. ხო, აი, როგორ უნდა ამოიცნოს ანალიტიკოსმა ამ უზარმაზარ ქაოსში ნამდვილი კიბერშეტევა თუ არ ესმის ეს სისტემები როგორ მუშაობს? ზუსტად ეგ არის მთავარი გამოწვევა დღეს კიბერუსაფრთხოებაში.
მოდი ავიღოთ ესეთი მაგალითი. დაუშვათ შენმა CM სისტემამ დააფიქსირა, რომ შუა ღამესას შენი სერვერიდან ძალიან დიდი მოცულობის დაშიფრული ტრაფიკი გადის სადღაც უცხო გარე IP მისამართზე. კი, მერე. თუ შენ არ გაიარე ის ჩინა 17 თვის მასალა, რაც ახლა განვიხილეთ, შენთვის ეს ალბათ უბრალოდ სტატისტიკა. ან შეიძლება იფიქრო, რომ ვიღაცამ backup ჩართო. ლოგიკურია backup-ს გავს. მაგრამ რადგან შენ უკვე იცი, როგორ მუშაობს მარშრუტიზაცია Cisco-s კურსიდან, იცი, როგორ მუშაობს ფაილური ნებართვები და პროცესები Linux-ში და გესმის მონაცემთა ბაზების წვდომის კონტროლი Windows-ში, შენ ეგრევე ხვდები, რომ ეს არ არის სტანდარტული backup-ი. აბა რა შეიძლება იყოს? შენ ხვდები, რომ ეს დიდი ალბათობით არის data exfiltration, ანუ მონაცემების გაპარვა კომპანიიდან შემდგომი ransomware შანტაჟისთვის. ვა, ანუ წინა ცოდნა გიკარნახებს რეალურად რა ხდება. ზუსტად. და ამ დროს უკვე ერთვება ინციდენტებზე რეაგირების ეტაპები, რაც CBROP-ში ისწავლება. მომზადება, ამოცნობა, მერე შეკავება, ანუ containment, ამოძირკვა, eradication და ბოლოს აღდგენა, ანუ recovery. ანუ შენ ჯერ ართმევ დამნაშავეს წდომას, კეტავ იმ კონკრეტულ ქსელის სეგმენტს და მერე იწყებ უკვე ვირუსის ამოძირკვა სისტემიდან. კი, ეგრე მუშაობს ეს პროცესი. მაგრამ იცი რა მაეჭვებს ახლა? მიუხედავად ამ ხელა ღრმა თეორიული და თუნდაც ანალიტიკური ცოდნისა, მე ძალიან მეჭვება ვინმემ გაბედოს და ახალბედა ინჟინერს რეალური ბანკის ქსელზე მისცეს ამ ყველაფრის ტესტირების საშუალება. გამორიცხულია ვინმე მეგაბედოს, კატასტროფა იქნება. ხო და მაშ როგორ ხდება ამ ცოდნის პრაქტიკაში უსაფრთხოდ გადატანა, სანამ სამსახურს დაიწყებ? აი, მან შემოდის ლაბორატორიების როლი. თეორია პრაქტიკის გარეშე IT-ში უბრალოდ არ არსებობს, ნულია. და რა ლაბორატორიებია ეგენი? ამიტომ არის კურსში ინტეგრირებული ESXi ვირტუალური ლაბორატორიები და ასევე Cisco NetAcad-ის ეგრეთ წოდებული Packet Tracer. და ეგენი რას აკეთებენ? იცი რა, ეს არ არის უბრალო მარტივი სიმულაციები. ESXi, რაც სხვათა შორის VMware-ის ჰიპერვიზორია, გაძლევს საშუალებას, რომ შექმნა სრულიად იზოლირებული უსაფრთხო გარემო. ინგლისურად sandbox, ანუ ქვიშის ხუთს რომ ეძახიან. ანუ ბავშვები რო თამაშობენ ქვიშის ხუთში და გარეთ რო არაფერს აზიანებენ, ეგ პრინციპია, ხო? აი, ზუსტად ეგაა. სტუდენტებს შეუძლიათ თავად ააწყონ კომპლექსური სერვერული კლასტერი, გაუშვან მასზე რეალური მავნე კოდი, ანუ malware, და მერე უყურონ როგორ აზიანებს ის სისტემას. და მერე აღადგინონ, ხო? კი, მერე უნდა სცადონ მისი აღდგენა. და ეს ყველაფერი ხდება ისე, რომ ფიზიკური აპარატურა ან კოლეჯის რეალური ქსელი საერთოდ არ ზიანდება. ეგ ნამდვილად თამაშის წესებს ცვლის. იმიტომ რომ აი წარმოიდგინე, როცა დამსაქმებელთან მიდიხარ გასაუბრებაზე, შენ აღარ ამბობ უბრალოდ, რომ აი მე ვიცი რა არის Active Directory. არა, ეგ უკვე აღარ არის საკმარისი. შენ უკვე ეუბნები, რომ აი მე მაქვს ჩემს GitHub პორტფოლიოში სკრიპტი, რომელიც ავტომატიზებულად აკეთებს სერვერების რეზერვირებას და მე პირდაპირ შემიძლია გაჩვენოთ ახლა როგორ აღვადგინე ვირტუალური ლაბორატორია ransomware შეტევის შემდეგ. აი, ეგ არის რაც დამსაქმებელს უნდა. და ეს პირდაპირ ამზადებს ადამიანს L1 და L2 პოზიციებისთვის, ხო? კი, system admin, network engineer, SOC analyst, ბევრი არჩევანია. ეგ ძალიან მაგარია. სწორედ ეგ ფაქტორი აქცევს ამ 19 თვიან ჯაჭვს ასეთ მძლავრ ინსტრუმენტად 18 წელს ზემოთ ასაკის სტუდენტებისთვის, ხვდები? ეს არ არის რაღაც ცალკეული ფრაგმენტული კურსები, რომ ცოტა აქ ისწავლო, ცოტა იქ. ეს არის ერთი მთლიანი ინტეგრირებული ეკოსისტემა, სადაც თითოეული მოდული მომდევნოს მყარად ერხდნობა. მოდი მაშინ ნელ-ნელა შევაჯამოთ ჩვენი დღევანდელი სიღრმისეული გარჩევა. კი ბატონო. რა ვისწავლეთ დღეს? ჩვენ ვნახეთ, რომ თანამედროვე ციფრული სამყარო არ დგას უბრალოდ რაღაც ჯადოსნურ ღრუბლებზე, როგორც ბევრს გონია ხოლმე, ის დგას მყარ რკინაზე, კაბელებზე, პროტოკოლებსა და მკაცრად გაწერილ წესებზე. აბსოლუტურად. ფუნდამენტის ცოდნის გარეშე ქსელს უბრალოდ ვერ ააშენებ. ქსელის გარეშე კიდევ სერვერებს ვერ დააკავშირებ და ვერ გაცვლი ინფორმაციას. და რაც ყველაზე მთავარია, ოპერაციული სისტემების ლოგიკის გარეშე უსაფრთხოებას ვერანაირად ვერ დაიცავ ხარისხიანად. ეგ არის მთელი ამ გზის მთავარი აზრი კი. და შენ როგორც მსმენელი ახლა უკვე დარწმუნებული ვარ, ზუსტად ხედავ, თუ რამხელა ინჟინერული და ანალიტიკური შრომა დგას, იმის უკან რომ შენი უბრალო ელექტრონული ფოსტა დანიშნულების ადგილას უსაფრთხოდ გაიგზავნოს, ან შენი საბანკო ტრანზაქცია სადღაც შუაგზაში არ დაიკარგოს.
ნამდვილად ეგრეა. მაგრამ იცი რა, სანამ დავასრულებთ, მინდა ერთ რამეზე დაგაფიქროთ, შენს და ჩვენი მსმენელიც. აბა გისმენთ. ჩვენ დღეს ვისაუბრეთ SDN-ზე, API-ებზე და ავტომატიზაციაზე, ხო? ფაქტია, რომ ხელოვნური ინტელექტი, ანუ AI, სულ უფრო და უფრო ითვისებს საბაზისო სისტემურ და ქსელურ კონფიგურაციებს. კი, ეგ ტრენდი ნამდვილად აშკარაა ადრეს. ხო და ბევრი ამბობს, რომ მომავალში ამ ყველაფერს, რასაც ჩვენ ახლა ვსწავლობთ, უბრალოდ AI გააკეთებს თავისით. ხო, ბევრი შიშობს მაგას. მაგრამ დაფიქრდით, როდესაც AI შეცდომას დაუშვებს და მერწმუნეთ ის აუცილებლად დაუშვებს შეცდომას, აუცილებლად. ან თუნდაც როდესაც ახალი სრულიად უპრეცედენტო კიბერშეტევა პარალიზებას გაუკეთებს ამ იდეალურად ავტომატიზებულ სისტემას, აი, ვინ იქნება ის ადამიანი, ვინც ამ ქაოსს შეაჩერებს? კარგი კითხვაა. ხო არ ხდება პარადოქსულად ისე, რომ აი რაც უფრო მეტად ვეყრდნობით ჩვენ ამ ავტომატიზაციას, მით უფრო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ხდება იმ ადამიანების არსებობა, ვისაც ესმის ფიზიკის მარშრუტიზაციისა და სისტემების აი ის ფუნდამენტური ლოგიკა, რაზეც დღეს ვისაუბრეთ. ალბათ კი. შეძლებს კი ოდესმე ალგორითმი სრულად ჩაანაცვლოს აი ამ 19 თვის განმავლობაში შეძენილი ინტეგრირებული ადამიანური ინტუიცია და აი ეს კრიტიკული აზროვნება. აი ეს ნამდვილად ის კითხვაა, რომელზეც ტექნოლოგიურმა ინდუსტრიამ პასუხი უახლოეს მომავალში უნდა იპოვოს. დღეისთვის სულ ეს იყო. დიდი მადლობა, რომ ჩვენთან ერთად იყავით და ჩავყვინთეთ ამ რთულ და საინტერესო სამყაროში. შევხვდებით შემდეგ განხილვაზე.